ბატონო პრეზიდენტო, თავისთავად გასაგებია ქართველი მორწმუნე საზოგადოების სურვილი, მით უმეტეს ყოველივე მომხდარის შემდგომ, გაიგოს თვის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცისა და პრეზიდენტის კომპეტენტური აზრი იმის თაობაზე, თუ ამჟამად მართლმორწმუნე მამულიშვილმა ღვთისა და ერისადმი სრულყოფილი მსახურებისათვის რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონ ზვიადგამსახურდია. ბოროტებისადმი და უმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველ ქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უმართობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა. ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამე თუ საღვთო წერილი გვასწავლის, საჭიროად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტება იმისი, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან ყოველი დროის ტირანები ცდილობდნენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას, ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებდნენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამე თუ მათი თქმით ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა ხელისუფლება ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაყურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისგან არის და არა ღვთისგან. რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? თავარზე უმთავრესია ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტიქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილე დიდის კურთხევანი, თუ რასაკვირველი ეკლესიაში შეხიზნულმა ანტიქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანადგურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები გრიგოლ ხანძთელი, გიორგი ექვთიმე და იოანე თაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან. ასეთები იყვნენ აგრეთვე ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია ენქერი, რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა საღვთო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დადრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე. დღეს კი სამწუხაროდ ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად. აი რაზე უნდა დავცეთ განგაში. უწინარეს ყოვლისა, აი რას უნდა ვუშველოთ. სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღსდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწევია. კორესპონდენტი. ისტორიულად მრავალგზის დადასტურებული ჭეშმარიტებაა, რომ ერის გადარჩენისა და აღორძინებისათვის უპირველეს ყოვლისა ჯერ ეკლესიის განწმენდაა საჭირო, მაგრამ როგორც გვეჩვენება, ჯანსაღი რელიგიური წრეების მხრიდან ჯერჯერობით შედარებითი სიფრთხილე იგრძნობა რჯულის მოღალატე იერარქთა ხილების საქმეში, რაც გამოწვეულია სავსებით გასაგები და
გასათვალისწინებელი მიზეზით. საქმე ის გახლავთ, რომ ფარისევლობაში დაბრძენებული მოწინააღმდეგე თვით საპატრიარქოს მესვეურთა ხელშეწყობით ცდილობს ცალკეული უჯერო სასულიერო პირი და ეკლესიის გაიგივებას რელიგიაში გაუთვითცნობიერებელი საზოგადოების თვალში, რათა მათ ამით ერთი სიძულვილით მეორეს შეაჯავრონ, კაცობრივი ცოდვა ღვთაებრივ სიწმინდეს გადააბრალონ. როგორ უნდა მოხერხდეს, რომ მართლმადიდებლური მოძღვრების საფუძველზე უკეთურნი ბოლომდე ვამხილოთ და ამავე დროს საზოგადოება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არ დავაფრკოლოთ. ამისთვის მთელმა ეროვნულმა მოძრაობამ რა უნდა მოიმოქმედოს? ბატონ ზვიად გამსახურდია. მინდა შეგახსენოთ, ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი მართლმხილება, რაც აგრეთვე ქრისტიანული პრაქსის საფუძველთა საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური უწინარეს ყოვლისა გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილების ძალმა აღადგინა მკვდრედით და ცად ამაყდა. წიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა. ეკლესია სულიერად არსებობს და ჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან. ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, სეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამ ქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემოსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებით ურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუს თავისი გადაცმული სტოვრები შეაგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეგზავნის. ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტების ისტორია, ამბობდა პასკალი. ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდნენ თავს ეკლესიას, გვანან იმ ქარიშხალის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს. აი ეს ეკლესიაა დაფუძნებული კლდესა ზედა, ხოლო კლდეს საღვთო ჭეშმარიტებაა. რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება იმ იდეალს, მით უფრო სრულყოფილია იგი. ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტიქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობდნენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე, ტემპლუმ, ეკლესიაზე კი არას ამბობენ. რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად. ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირავდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ ტემპლუმ ომნიუმ ჰომინუმ პაცის აბატ, ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა. თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ, ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათლებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს. მიწიერი ეკლესია ამ ქვეყნიური ადამიანებისგან შემდგარი უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთოთა ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საქართველოში აღდგეს ასეთი ეკლესია. ცრუ მოციქულნი, მზაყვარნი ღებულობენ სახეს ქრისტეს მოციქულისას
ეს არც არის გასაკვირი, რამე თუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს, მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათაებრი იქნება. გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარის ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა მახვილი მხილებისა, ხოლო უფრო მოგვიანებით დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება. კორესპონდენტი. რაც შეეხება საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ნაწილი, იგი კვლავაც ღვთისმადლის მატარებლად რომ დარჩეს. ამისათვის საჭიროა ტაძრის მსახურთა კეთილმსახურება. ესე იგი, ჩვენ შემთხვევაში ბოროტ მსახურთაგან ტაძრის განწმენდა, რასაც მხოლოდ სრული საეკლესიო კრება ახორციელებს. მთელი მართლმადიდებელი ერის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონ ზვიად გამსახურდია. მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობა მარიცოდა ინკვიზიციის კოცონები. მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ, რაც ნაწინასწარმეტყველებია საღვთო წერილში. მრავალი დააბნია და მოსწყვეტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი, ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა. ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულების დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის, ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა. კორესპონდენტი. დღევანდელი სულიერი სიდუხჭირი ჟამს ძლებს თუ არა ერი, რომ მისმა ძირითადმა ბირთმა ეკლესიური და ტრადიციული მართლმადიდებლური ცხოვრებით იცხოვროს. სახელმწიფო კი ამგვარი საზოგადოებრივი ყოფის დამცველი გახდეს, თან ისე რომ არ შეიზღუდოს არა მართლმორწმუნეთა ადამიანური უფლებები. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონ ზვიად გამსახურდია. გავიხსენოთ, ქართველი ერის სიბრძნე ებრძვის სიმრიყვეს უხთობოდ და უზარბაზნოდ. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არა მართლმორწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ. მათი ადამიანური უფლებების პატივიცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს ევსტათე მცხეთელსა და აბოთ ფილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. 12-მა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, უკეთო გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, თას რომ უბრძანოთ აღიძრება და ზღვად შთაიფხრება. რწმენას სასწაულები ძალობს. კორესპონდენტი. მაგრამ ჭეშმარიტი მორწმუნეებისაგან განსხვავებით, რა შეიძლება ითქვას იმ ნათელმხილველებზე ჭყალებში, რომელთა ქვეყნად გამოჩენის შესახებაც უფალი წინასწარ გვაფრთხილებს. ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გამოჩნდნენ ცრუ წინასწარმეტყველნი, რომელიც ცდილობენ თვითრჩეულთა შეცდენას. ამგვარი არაჯანსაღი რელიგიური განწყობა რამდენადმე ჩვენს საზოგადოებასაც შეეხო, რაც იმაში გამოიხატა, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში გავრცელდა ხმა, თითქოს ზოგიერთნი ბიბლიაში მოყვანილ ამა თუ იმ წინასწარმეტყველებათა საკუთარ თვითნებურ განმარტებებზე დაყრდნობით კანონიერი ხელისუფლების აღდგენის კონკრეტულ თარიღსაც კი ზოგჯერ მხოლოდ წელსაც ასახელებენ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონ ზვიად გამსახურდია. ზოგს გონია, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც არის სუკი, მარტოოდენ პოლიტიკური ტერორით და საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტირებით არის დაკავებული. სუკი საკმაოდ ეფექტურად იყენებს რელიგიურ ცდომილებებს და შავ ოკულტიზმს. ანტიქრისტე თავად უდიდესი წინასწარმეტყველია, ასე რომ არ არის გასაკვირი მისი წინამორბედნი და მსახურნი ბიბლიური სიბრძნისა და წინასწარმეტყველთა ნააზრევის პროფანაციას რომ ისახავდნენ ერთ-ერთ მთავარ მიზნად. თქვენ რომ ახსენებთ იმ მოვლენას რელიგიური უმეცრება და ინფანტილიზმიც ასაზრდოებს, რასაც სუკი თავისი ინტერესებისათვის იყენებს. ბიბლიაში წერია, თუ როდის აღსდგება საქართველოში კანონიერი ხელისუფლება, წაიკითხეთ მუხლი ესა და ეს, ასეთი კურიოზების გავრცელება და დანერგვა ერთი მხრივ ხალხში იწვევს იმედგაცრუებას, აპათიას და უიმედობას, მეორე მხრივ კი სახეს უტევს თვით რელიგიას. რელიგიისა და საღვთო წერილის პროფანაცია ანტიქრისტესა და მისი სისხლის სისხლთაგანისა და ხორცი ხორცთაგანის სუკის უმთავრესი მიზანია. ამიტომ უწყობენ აგრეთვე ხელს ყოველგვარი ბნელი სექტების გავრცელებას. მაგალითად, სამეგრელოში იეღოველებმა ხალხის უბედურებით ისარგებლეს და გაავრცელეს ხმა 1993 წელი არმაგედონის წელია. წელს აღდგება მკვდრედით და გაცოცხლდება ყველა ის, ვინც იეღოვას იწამებსო. წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა გაუბედურებულმა და სასოწარკვეთილმა შვილდაკარგულმა მშობლებმა ირწმუნა ეს და დაიწყო ყოყმანი მართლმადიდებლურ რწმენაში. აი რა მეთოდებით მოქმედებენ ბოროტების მსახურნი. დღეს დარწმუნებული ვარ, პუჩისტური სუკი დიდი მედებს ამყარებს მათზე და საქმითაც იყენებს. კორესპონდენტი. ღალატი უმძიმესი ცოდვაა. მისი სიმძიმის ხარისხი იმის მიხედვით იზომება, როგორ რა ვითარებაში და ვის მიმართ არის იგი ჩადენილი. სამშობლოსა და ღვთის მიმართ ჩადენილი ღალატი ყველაზე მძიმეა, როგორც საღვთისმეტყველო მეცნიერებიდანაა ცნობილი. ცოდვათა და ადამიანის სულის ცოდვილ მდგომარეობათა შორისაც არსებობს გარკვეული მეტნაკლებობა, ანუ ერთგვარი დაღმავალი იერარქიული კიბე ღირებულების სკალაზე, ღირებულების სწორი განლაგების მიზნით მთელი ეროვნული მოძრაობისათვის ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ამ საკითხზე თქვენი აზრი. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონ ზვიად გამსახურდია. ერთმა გამოჩენილმა მოაზროვნემ ასეთი ფორმულა მოგცა: ღვთის უარყოფა სულის დაავადებაა, ქრისტეს უარყოფა სულის უბედურებაა, ხოლო სულის უარყოფა თვითმოტყუება. რა უნდა იყოს უფრო სავალალო ვიდრე ასეთი ადამიანი? ღმერთი და სულიერი სამყარო ჭეშმარიტი სამშობლოა ადამიანის, მიწიერი სამშობლო კი მისი ხატი. კორესპონდენტი. დღეს არსებულ პატიოსან მართლმადიდებელ მორწმუნეთა და მღვდლებთან ერთად თვით იერარქიაც რომ მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანებით ყოფილიყო წარმოდგენილი, მაშინ მოწინააღმდეგე თუ გაბედავდა და შეძლებდა ძმათა სისხლის ზღვრის მეშვეობით კანონიერი ხელისუფლების განდევნასა და თავად კანონიერების სრულ უგულებელყოფას, ბატონ ზვიად გამსახურდია. თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. 70 წლის მანძილზე ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა და არც თუ უშედეგოდ ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს. სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუჩის აუბედით დღეებში, ნაცვლად იმისა,
რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო სასიცოცხლო ურთიერთდაპირისპირებულ მოუძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში, ეკლესიები იერარქის საწყობებად მისცეს, ქაშვეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიერს უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას. წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნავთყორცნები ჩადგეს, რომელნიც კოლხურ-კოშს უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამოწყდებულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ სუკი წინ იხედებოდა, როდესაც სრულ სამღვდელოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკის ყველაზე საშინელი დამკველი ძალაა. კორესპონდენტი: როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმორწმუნე ქრისტიანს საკუთარი კანონიერი მთავრობის მიმართ? ბატონ ზვიად გამსახურდია. როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა დევიზია კანონიერი ლეგიტიმური ხელისუფლების ერთგულება, რამე თუ ასეთი ხელისუფლება ღვთისგანაა, ახალი აღთქმის მიხედვით. კორესპონდენტი: ერის სამშობლოს ღალატის ცოდვაში ჩავარდნილთაგან ვინ უფრო მეტ ბოროტებას ჩადის, სასულიერო თუ საერო პირი, ან ვთქვათ ძმათა კვლის იდეოლოგიური მომამზადებელი ინტელიგენტი ბრჭყალებში თუ ავი განზრახვის ამსრულებელი უბირი ჯარისკაცი? საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონ ზვიად გამსახურდია. ერის ღალატი იგივე მოყვასის ღალატია. ეს თანაბრად მიუტევებელი ცოდვაა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირისათვის, მაგრამ სასულიერო პირს სჯულის კანონის მიხედვით ყველაფერში უფრო მკაცრად მოეთხოვება, ვიდრე ერის კაცს. ისევე როგორც მოზრდილს უფრო მოეთხოვება დანაშაულისათვის, ვიდრე მოზარდს. საქართველოში დატრიალებულ მოვლენებში ინტელიგენციის კორუმპირებულ და კრიმინალურ ნაწილს მეტი ცოდვა აქვს, ვიდრე მათ მიერ გაბრიყვებულ და ნარკოტიკული ნივთიერებით გაბრუებულ ჯარისკაცებს რევოლუციისას ბრჭყალებში. კორესპონდენტი: ეგრეთ წოდებულ სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდნილ, მაგრამ მომნანიე სასულიერო პირს საეკლესიო საჯელი განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა მაინც ედება სამღვდლო ხარისხიდან განიკვეთება, მაგრამ საერო სამართლის მიხედვით დამნაშავე პირის შეწყნარება თუ შეიძლება და რა შემთხვევაში? ბატონ ზვიად გამსახურდია. მომნანი ადამიანის შეწყნარება დამოკიდებულია იმაზე, საქმით მოინანიებს იგი ჩადენილს თუ მარტოოდენ ლიტონის სიტყვით. კორესპონდენტი: ეროვნული მოძრაობა უნდა იყოს თუ არა ბოლომდე ერთგული მშვიდობიანი ხერხებით ბრძოლისა, რაც მას თავისი ოპონენტებისაგან ბრჭყალებში პრინციპულად განასხვავებს? ბატონ ზვიად გამსახურდია. ეროვნული თუ სამოქალაქო მოძრაობის ძალა მშვიდობიანი ხერხებით ბრძოლაშია. ამით დგას განდიზმი, მარქსიზმი, მაღლა. კორესპონდენტი: უპირველეს ყოვლისა, რა ქრისტიანული საქმეებანი უნდა ახასიათებდეს რიგით მოქალაქეს? საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონ ზვიად გამსახურდია. ღვთის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობის სიყვარული თანაბრად სჭირდება ყველა რიგით თუ არა რიგით ქრისტიანს. კორესპონდენტი: უპირველეს ყოვლისა, რა ქრისტიანული საქმეებანი უნდა ახასიათებდეს ქვეყნის მმართველს? პრეზიდენტი: ქვეყნის მმართველი უწინარეს ყოვლისა ქრისტეს mbadzavი უნდა იყოს, მოყვასის სიყვარულით, სამართლიანობით, სიმტკიცით, შემწყნარებლობით, სიმტკიცითა და ბოროტი ძალებისადმი შეურიგებლობით. კორესპონდენტი: სიყვარულის უზენაეს კანონს არათუ არ ეწინააღმდეგება, თუნდაც მკაცრი სამართლიანობა არამედ პირიქით ავსებს მას, მაგრამ მაინც რომელს შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა ქვეყნის მმართველის შემთხვევაში? პრეზიდენტი: სიყვარული და მკაცრი სამართლიანობა
თანაბრად საჭიროა. ერთ-ერთის დომინირება იწვევს ან სენტიმენტალობას და გულჩვილობას, ან სიუხეშეს და სისასტიკეს. კორესპონდენტი: ჩვენთვის ცნობილია, რომ უღმერთოთა შავბნელი ძალები თვით იერარქთა და ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგელ ზოგიერთი ფსევდომამული შვილთა მეშვეობითაც კი ცდილობენ და ალბათ მომავალში უფრო დახვეწილი ბრწყალებში მეთოდებით ყოველნაირად შეეცდებიან, რათა ეროვნულ ხელისუფლებასა და ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მრევლს შორის ურთიერთგაუგებრობა და ორივე მხრისათვის არასასურველი დისტანცია არსებობდეს. ამგვარი დაბრკოლებები წარსულში ადვილად გადაილახა. მომავალში რა ახალ საშუალებანი დაგჭირდება მოსალოდნელ მსგავს დაბრკოლებათა გადასალახად? პრეზიდენტი: ვინც მტერს შეისწავლის, ის მას დაამარცხებს. უნდა შევისწავლოთ უღმერთოთა შავბნელი ძალების ტაქტიკა, მათი ფანდების არსენალი და გამუდმებით ვამხილოთ ეს ყოველივე. წარსულში არ ქონდა ამდენი გამოცდილება. დღეს კი როგორც იტყვიან ზოგი ჭირი მარგებელია. ბევრი რამ გაცხადდა. მრავალი დაფარული გამოვლინდა და ჩვენც უფრო მეტად გავძლიერდით. კორესპონდენტი: ბატონო პრეზიდენტო, რას უსურვებ დღეს საკუთარი ერისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ შვილებს? პრეზიდენტი: ერისა და ეკლესიის ერთგულ შვილებს უსურვებ დიდ სიმტკიცეს რწმენაში, ბრძოლაში შეუპოვრობას და დიდ მოთმინებას, რამე თუ აურაცხელნი არიან ჭირნი, მართალთანი და ყოველთა მათთაგან იხსნა სიგინი უფალმან. დღეს ჩვენ ყველანი განგებამ უდიდესი გამოცდის წინაშე დაგვაყენა და ეს უწინარეს ყოვლისა ჩვენი სარწმუნოების გამოცდაა. ადამიანის დაცემული ბუნება უწყოდა უფალმა, როდესაც ბრძანა: მე მოვედი სახელისა მამისა, ჩემი საითა და არა შემიწყნარებთ. უკეთო სხვაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგე შეიწყნაროთ. იოანე 5:43. ეს სხვაი ანტიქრისტეა. იგი მოვა მომავალში, მაგრამ მისი წინამორბედნი უკვე მოდიან და ვაი მათ, ვინც მათ შეიწყნარებს. ამასთან გვახსოვდეს, რომ მე ვენახეთა იგავი მარტო ისრაელის სამღვდელოებას კი არ ეხება, არამედ მთელს კაცობრიობას. უფალი არ ჩქარობს შურისგებას, მაგრამ ამავე დროს გვაფრთხილებს: ჩემი ას შურისგება და მე მივაგო. ამასთან აუცილებელია, რომ ათეისტებმა და არა მართლმორწმუნეებმა არ გვაჯობონ მოყვასი სიყვარულში და სიმართლისათვის თავდადებაში, მამულის ერთგულებაში. ერთი დისიდენტი მღვდელი ამბობდა: დღეს ქრისტიანები როდი აღსდგენ ადამიანის წმინდათა წმინდა უფლებებისათვის საბრძოლველად, არამედ ათეისტებიო. ასეთ ქრისტიანებს მე მღვდელს ვადარებ, რომელმაც ნახა გზაზე ყაჩაღთა მიერ გაძარცული ნაცემი და ცნობა მიხვდილი კაცი და არ მიეშველა, თანაც წახდა, ხოლო ის ათეისტები, რომელთაც გააჩნიათ მოქალაქეობრივი შემართება, მე შევადარე კეთილს სამარიტელს. დღევანდელი დღის სპეციფიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ათეისტებმა და კომუნისტებმა მიატოვეს ბრძოლა რელიგიასთან. ახლა ისინი თავად გახდნენ რელიგიურნი ბრჭყალებში. საკმაოდ ეფექტურად იყენებენ რელიგიას თავისი შავბნელი საქმეების შესანიღბად. ასეთი ტაქტიკა უფრო სახიფათოა ქრისტიანობისთვის და ქრისტიანთათვის, ვიდრე ის დევნა, რომელიც არსებობდა საბჭოთა პერიოდში. მეორე მხრივ, ეშმაკსაც წამს და შიშით ცახცახებს კიდეც ღვთის წინაშე, მაგრამ გამოსწორება არ ეტყობა. სარწმუნოება თვინია საქმეთა მკვდარ-არს, ბრძანებს იაკობ მოციქული. ვიყოთ ქრისტიანები და გეორგიანელები საქმით. აი ჩვენი მოწოდება.